მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვაგრძელებთ დაუმარცხებელს, დღეს უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მერვე სერია, ვამთავრებთ პირველ სეზონს. წინაზე ვთქვი, ჩემი თეორიები გამოვთქვი ფინალის შესახებ და რა ვიცი, სერია უნდა იყოს მაგარი. აუცილებლად. გავიგებთ როგორც იქნა ნოლანს და მაქს რა დაემართოთ, რა სიტუაცია იქნება იმასთან, რა მიზეზი, რა мотиваცია იქნება ნოლანს. ასევე სერიას ქვია მაცა? Where I really come from ქვია სერიას. ანუ ვიგებთ ყველაფერს, კაი? Where I really come from. საიდან მოდიო? ნუ ხო. მოწოდე. ჩემი კაი, ახლა მოწვი. თვითონ პლანეტას ვნახავთ ვილტრომს. ეს მაგარი იქნება. შეიძლება პროსტა გავიგებთ, არ მგონია ახლა ამავე სერია, მაგრამ პირველი სეზონის ფინალია მაინც და ვნახო ერთი რამდენი წუთიანია. თან ამზადები, რაც ცოტა მომზადებელი ვარ. მაგრამ ხო წინა სერიას სხვა საიტზე უყურე და იმედო იყო ეგეთი ცნაურებით ხარისხით. რა ჩვეულებრივად 44 წუთნახევრიანია. ხო, რა ვიცი. ესე 55 წუთიანი რო ყოფილიყო, როგორც ზოგიერთი სერიალები მაიციან ხოლმე, კიდევ ვიტყოდი რომ რამე უფრო ისგველოდება. დიდი, მაგრამ მომენტ შესაძლებელია. წარმოვიდგინეთ, სესენ გაიხედოს და მარკი და ნოლანი რო ვერ დაინახოს და ტიპები რო უკვე ვითურმზე იყვნენ გაფრენილი. ჩემი. არ მგონია ეგრე მოხდეს, მაგრამ რავი, ამებს გავსი რომ მოხდეს არ გამიკვირდება. ყოველ შემთხვევაში ცოტა ბევრი ლაპარაკი შეიძლება დასაწყისში, მაგრამ ნახტად არ მინდა დრო დავკარგო, ამიტომ მოდით დავიწყოთ დაუმარცხებელი პირველი სეზონის ფინალი, მერვე სერია Where I Really Come From 3, 2, 1 დავიწყეთ. მოგვიანებით ვისაუბრებთ. მარკი სად არის დები? ვიცი რომ სუპერგმირი ხარ, გაფრინდი, ფრინავო ბიჭუნა. ევა, დღეს შენ გეხმარები ესე იგი. ჩვენ ახალ სხეულს გიზრდით. მოდი ამას გადავახვა. სად არის? ჩენელი. ჩემი კაი. მარკა. უკუდავი მეორჯერ მოკდა. უნდა ვისაუბროთ. სულად არ გახდეს. არა. შენი. ვიღაც გაკონტროლებს. ესეც მაგას ფიქრო. მამა მითხარი როგორ გაბაჩერო? მარკა. მამა ჩემი გაუშვი. არა. გაუშვი მეთქი. ეს თეორია უკვე გაიხენია, მოკვდა. ეს მე ვარ მარკა. ეს მხოლოდ მე ვარ. ასე არ მინდოდა მომხდარიყო, მაგრამ არანაირი არჩევანი დამიტოვეს. დრო იცოდეს საიდან ხარ სინამდვილეში. ველდრუმიდან ვარ. მაგრამ ეს ისეთი პლანეტა არაა, როგორც გიამბე. მადლობა. ცივილიზაცია შევქმნით. მაგრამ ამას ჩვენი მთელი ძალა, მიზანდაზახულობა და გამბედაობა რომ ამისთვის მიგვეღწია. იმისთვის რომ ჩვენს ხალხს მიეღწია თავიანთი სული პოტენციალისთვის, ჩვენ მოგვიწია სუსტების განადგურება. ჩემი კაი. ეს კი გრძელი და რთული პროცესია. ანუ სხვებისგან იღებენ ძალებს. შემდეგი ჩვენი მოსახლეობა განახევრდა, მაგრამ რაც ამ ფერფლიდან აღსდგა, იყო რაღაც შეუჩერებელი. როცა მე დავიბადე, ველდრუმი იყო ძალიან დიდი იმპერია გალაქტიკაში. ერთადერთი იმპერია ყოფილიყო. როცა წამოვიზარდე არმიაში გავწევრიანდი. მართალია რთული იყო, მაგრამ მჯეროდა ჩვენი ბიზნეს.
ზოგმა პლანეტამ წინააღმდეგობა გაგვიწია. ასევე ის ტიპი სტაფილოსფეროს ალენი რო გამოჩნდა ბევრ სერიაში იყო. მაგრამ რაც უფრო გაიზარდა იგი ხო არა მაგათი რასაი. არმია გაიწელა და ზრდა შეწყვიტა. გვინდოდა უკეთესი გზა მოგვეძებნა პლანეტების დასაპყრობად. ანუ პროსტა პლანეტების დასაპყრობად ოფიცრებს მოგცეს დავალება რომ პლანეტები უნდა დაგვესუსტებინა. მე კი მათ შორის ერთ-ერთი იღბლიანი ვიყავი. ერთ-ერთი იღბლიანი და დედამიწაზე შემოხვდი. ვერ ვეტყოდი დედა შენს თუ სინამდვილეში აქ რატომ ვიყავი. კი მაგრამ ეს დრო ამოიწურა. და ახლა საჭიროა დედამიწა შევამზადოთ რომ ვილტრუმს შევუერთოთ. მიკაი ოკი მარკა ეს კარგი ამბავია. ჩვენ საბოლოოდ შეგვიძლია ის ვქნათ რაც საჭიროა და ის ვიყოთ რაც ვართ სინამდვილეში. შენ მე მატყუებდი. შენ სიმართლე არ უნდა გაგეგო. სანამ ძალები არ გექნებოდა, სანამ არ დავრწმუნდებოდი. გასაგები. ანუ დარწმუნდებოდი. კაი, ჩემი თეორია რომ ჯანდაბას რომ არ ყოფილიყავ. მარველის ეგოს პონტი არა. გექნებოდი, ვისაც დაიპყრობდი. არა, აზრი ვერ გამომაქვს. არც ძალებს იღებდი. ვაუ, ყველაფერი გამომასე. დედაც გიყვარს. ვიცი რომ გიყვარს. კი. ცოტათი მაინც წარმოგიდგენია, რამდენ ხანს ვცხოვრობ. თუმცა ყველაფერიც არ გამომასე. უფრო ვიზრდებით, მით ნელობერდებით. ველტრუმელების დიენემიზით ნელობერდებით. შენ ათასობით წელს იცხოვრებ. კი. გესმის ეს რას ნიშნავს? ვისაც იცნობ და გიყვარს ყველა დაიღუპება, სანამ 30 წელსაც დაემსგავსები. ეს მე შენთვის არ მსურს. და უნდა რომ ეგეთი რაღაც შეიძლება. ეს მათია. მაგრამ არა ამათ ვერ ხმაროთ. ომები შევაჩეროთ. არა შეიძლება. მედიცინა მივცეთ, რომელიც საუკუნეებით წინაა ვიდრე ესენი. შენი ამას უკვე ვაკეთებდით. მე და შენ რომ არ ყოფილიყავით ეს პლანეტა დაიწვებოდა. უბრალოდ დედამიწა ჩვენს იმპერიაში უნდა მივიღოთ. დედამიწა ჩვენს იმპერიაში. მართალია, მიყვარს დედა შენი. მაგრამ ის შემთთვის შინაური ცხოველივით იყო. შინაური ცხოველი. ეს ერთადერთი გზაა, მარკა. არ შემეხო. დაწყნარდი, არ დავწყნარდები. ეს გიჟია. კი. რას გგონია რომ გავაკეთებ? წავალ და ჩემს მეგობრებს დავიმონებ იმათთვის, ვისაც არც კი ვიცნობ. ეს ჩემი ცხოვრება, ეს ჩემი ხალხია. ჩვენ პასუხისმგებლობები გვაქვს ვილტრუმთან. მაგარი მახატია ვილტრუმ. და მკიდია თუ მილიონი წელი ვიცხოვრებ. ეს ჩემი სახლია და მას არ დაგანგრევინებ. არც კი ეჭირაზე საუბრობ, მაგრამ ხელს ვერ შეგაშლევინებ. ობერტო. ზუსტადაც ვიცი რას ვამ. წავიდა. შევიკაი. და იყოს ნოლანი versus მარკი დაიწყო შენ. მართლა გეგონია რომ ჩემი შეჩერება შეგიძლია? ნუ ხო, ნოლანი შანსი არ აქვს მაქვს უკვე ხედავ. ხშირი. ნოლანი ბევრად უფრო ძლიერია ამ წუთას. შეიძლება იყოს მომენტი როცა მარკი გაძლიერდება, მაგრამ მოსაგებია თვალები და ხუჭე დეგენერაცია ჩაერთობოდა და უკვე ის მაჩვენეთ მაგისტრატურია. მე დავიცოდე სადმე დიანსთან ამივლენ. დები ბოდიში რომ ამის მოსმენა მოგიწია. ისინი ერთმანეთს მოკლავენ სისხლს, შენს უნდა შეაჩერო. ვიპოვეთ ბატონო. ისინი შეჩერდნენ და 20 მილით არიან დაშორებული სამხრეთ-დასავლეთ ჩიკაგოში. ესე იგი სუფთაა. გაუშვით ავიაცია. რას იზამენ? იმის მერე რაც ნოლანს ვესრულეთ. ალბათ ვერაფერს, მაგრამ ყურადღებას გავუფანტავთ. იქნებ ბიჭრა იმის მოფიქრების შანსი მივცეთ. ჯანდაბა. კარგი, რა გავაკეთოთ? გავიდეთ? და რა ვქნათ, მათ ვერც კი დავეწევით. არა. ჩვენ სისხლს უნდა დავუჭეროთ და აქ დავრჩეთ. სისხლით თვითონ დაგიწახეთ. შესაძლებლობებს აღემატება. რობოტი, რუდი მართალია. რუდი ხო, რუდი. ევა. ოპა. რომ კარგად ხარ. კარგად ვარ. მარკს და უნიკატს შორის რა ხდება? ომნიკაცი დაუმდობლად ცემს მთლიან პლანეტას. გაგიჟდა. მართლაც. ვიმედოვნებ რომ მარკიც მის სახელივით იყოს. მამამის რომ შეერკინოს და გადარჩეს, ის მართლაც უნდა იყოს. დამარცხებელია. ეპიზოდი. ეს კონტინენტ. მთლიანად არა, მაგრამ ბევრად მეტი სისხლით იყო დაფარული ვიდრე წინა ვერსიები. ეს არ გააკეთო. ჯერ გვიანი არ არის. არის.
სამეზნე ამოღებულია. ვუახლოვდებით. სიცოცხლე უფრო მეტი დროის გაყვანა სურს. ნახე, რისი გაკეთება უწევთ, რომ ჩვენი ძალის მესამედი გაიმიორონ. დაშოდებიან თუ არა ყველაფერი ისწორეთ, რაც გაგაჩნიეთ. სწორია, რომ ისინი გეცოდებიან მარგა, მაგრამ მათ ფას შენიანებზე მაღლა ნუ დააყენებ. ახლა. ვერაფერს უზენთ. არც კი აიცილა. ვიმეორებ, სულთა დარტყმა ომნი კაცზე. აჰა, ჩემი ფეხები. პატარასი წაიკიდა ცეცხლი, რომელსაც ორ წამში ჩაატყობს, კი? ესეც სულთა დარტყმა თქვენზე, ჩემი კაი. დაგიჭირე, პარაშუტს ვერ ხსნი, არ დაგჭირდება. ცეცხლი უკიდია. ჯანდაბა. ნუ გაიცეცხლი ჩაკიდა. ძმაო, მადლობა. არ მეგონა თუ გადავრჩებოდი. შენს კი აღარ მოკალი. სამაგიეროდ შენ გადაარჩინე. ამდენი ძალის ხმევა. რისთვის? არა. კარგი რა. სადაა მეორე? დამედევნა. უცინენა არანაირი. ყველას ხოცავს, არავის დოლებს ცოცხალს. შენის მოკალი. ახლა თუ 50 წლის შემდეგ როცა დაბერდება, რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა? იცხოვრებდა. ნუ კი, დოლარისთვის 50 წელი არაფერია. გიმეული იყო? აბა ამას გაუცალე. ეს ვაკეთებთ. შევიდა. ეს მარკის როლავს ისორეზე ჩემგან. ჩემი რამ ხელაზე ისროლა. თვითონ მარკისაც რომ არაფერი ასულია, იმიტომ რომ всё ტიპი გამწარდება ახლა. უნდა ვისწავლიყო, ახლა რომ მარკმა გადაარჩინოს ხალხი და დოლანი მოვიდეს და ყველა ვოკლას. დედა! მოდი, მარკ. არა. დავიჭირე. არი მოძრავო, კარგი? არ შეგეშინდეს, კარგი? ჩემი. ყველაფერი ინგრევა. არა. sorry და დები შენკენ ვარ ამ წუთას რა ჯენტება ხდება. ვერაგარ გადაარჩე. ეს როგორ ქენი? ეს ყველაფერი შენი ბრალია. შენ მასიჯი უტემ მოკლე ეს ხალხი. ეგეთებიც არ გინდა. რამდენი უნდა მოგვდეს მარგა? შენზეა დამოკიდებული. ძმა,
და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს შენთვის მათ სუსტ ცხოვრებას? მის მიერ რასაც ვამბობ, გულის სიღრმეში იცი რომ მართალი ვარ. მართალი ხარ? რომ პათეთიური და ცოდვაა კაცობრიობა? დედა სიცოცხლის ფასი არა აქვს? დიდი სურათის გათვალისწინებით. არა აქვს. დები, ასეთ რაღაცებს როგორ ამბობ? როგორ ამბობ დედაზე? მატყუ არა. ოჰო. შევიკაი, ეკრილი ვაის ჩამოვღერთ. უფ. ცხოვრებაში პირველად გეუბნება სიმართლეს. მაგიტომაც ხარ მატყუ არა. ცხოვრებაში პირველად რომ მეუბნები სიმართლეს. გამიშვი, ისინი უნდა გადავარჩინო. არა. იქნებ ასე ისწავლო. აუ, ჩემი. ნოლან. გოგიჟდები იმენა მარკის იმით კლავს. მარკს იყენებს იმედა როგორც იარაღს ხალხის მოსაკლავად. ეს ხალხი უმნიშვნელოა. ჩვენს გარეშე დღეურები იქნებოდნენ. ცდები, მინახია, როგორ გადაარჩინე ხალხი. მინახია, რომ თითქმის დაღუპულ ხარ მათ გადასარჩენად. შეიძლება დედამიწაზე მოხვედი, მაგრამ შეიცვალე. შენ აქ ბედნიერი იყავი. კი, ვიყავი. რაღაც დროით. მაგრამ მე ერთგული ვარ ვილტრომის და რამსაცოდავის საზოგადოების. არც კი ვიცი, ექნება ნოლანს ეგ მომენტი რომ მიხვდება რომ მართლა მოსწონს აქ ცხოვრება და შეიცვლება. просто ახლა ისე ლაპარაკობს, ну вообще ფეხებზე კიდია მთელი პლანეტა, თავის ოჯახია და მარკის გარდა, იმიტომ რომ ვილტრომენია. ხელი გამიშვი. ვილტრომენი, მაგრამ მაინც ანუ არ მისმენ მარგა. ჩემი აქ გატარებული დრო წვეთიც არ არის ჩემი ნუ ცხოვრების. ხო. შენ მე არ მეცნობ. ამ პლანეტას ბოლომდე დავწვავ. ვიდრე კიდევ ერთი წუთი გავატარო ამ ცხოველებთან. მარკისთვის ეს ძალიან არც არაფერი. კარგი რა. შემეშალა რომ ადამიანად გაგზარდე. უკეთ უნდა შემემზადებინე. მეტი მესწავლებინა. შენი ცხოვრება. შემეშალა რომ ადამიანად გაგზარდე. ვილტრომელი მხოლოდ სისხლით ხარ. წინამდვილეში შენი განათლება ახლა იწყება. ღმერთო, მარკ. ესენი რაღაცას იზამენ. ეს ჩაერული. შეიძლება ბრძოლა ვერ შევაჩეროთ, მაგრამ ხალხს გადავარჩენთ. სისხლმა გვიბრძანათ, რომ აქ დავრჩენილიყავით. უკიდია. კი. არ დაგავიწყდეს, რობოტი აღარ ხარ. კი, ეთყობა კიდეც რომ აღარ არის. ის რაც ემოციური იყო, უბრალოდ არ ეთყობოდა, მაგრამ ახლა ადამიანის სხეულში ცოტა მაინც სხვანაირად ჩანს. მიდი რუდი, გამოაჩინე შენი ლიდერობის უნარები. შენობა გაანადგურა, ატარებელი გაანადგურა, გემი გაანადგურა, რა ხდება ახლა? აუჩი, იმედა მინდა ყველაფერს მარტივ გამრავლებას შლის, მარტო იმიტომ რომ მარკსთან ახლოს
დაახაეთქვის ახლა ძალა გაქვს და ისთვის იგანებო. არ დაიღალე? მე შენ შეგაჩერება. მაშინ მიდი. ამას არაფრისთვის შვები. იმპერიის ნაწილად ყოფნა დედამიწისთვის ყველაზე კარგი იქნება. და რა მოხდება, როცა შეგეწინააღმდეგებიან? ამისთვის ვართ აქ, რომ ეს არ მოხდეს. რომ ვაჩვენოთ თუ როგორი არასწორები არიან და როგორი უაზრო იქნებოდა. მათ შეუძლიათ რაღაც დიდის ნაწილი იყვნენ, ან მოკვდებიან. არ დაგაცდი. გინდა რომ ამ პლანეტას შეეწირო? კი. რა არის კიდევ 17 წელი? ყოველთვის შემიძლია ყველაფერი თავიდან დავიწყო. ახალი ბავშვი გავაჩინო. ჩემი კაი. ეგ შენთვის არ არის არაფერი თორე. ჩემი. მომენტ მარკესთვისაც არაფერია, მაგრამ მაინც. ვაუ, რა გადასვლა იყო. არის. პატარა მარკი. დები. რას აკეთებ? ამ თამაშს უნდა ვუყურო? ზემოდან მაინც უკეთესად ვუყურებდი. ხომ იცი არ შეიძლება შენთვის ამის გაკეთება. ისედაც უცნაურად გეხარ მარტო, წამოდი დავჯდეთ. ეს უბრალოდ დროის ხარჯვაა, რამდენი რამის გაკეთება შემეძლია ახლა. მიდი, მარკ. წამოდი, ხომ არ გამოტოვებ. შეხედე მარკს. მე და შენ შოქმენით ეს, ის ჩვენია. როცა მას უხარია, ჩვენც გვიხარია. ხედავ როგორ იყურება? როგორ შეიძლება შეხედო და იგივენაირად არ იგრძნო თავი? რაც ვიზრდებით, რთულია ამის აღქმა. სამყაროს სიმძიმე გვაწვება. ყოჩახ, საყვარელო. ჩვენი შვილები გვახსენებენ, რა ლამაზია ცხოვრება. ისინი გვაბრუნებენ ქვემოთ და ესაა ცხოვრება. მიდინოლან. ესაა ადამიანობა. ესაა ადამიანობა. ხომჩი. ეს უკვე ნახე. არა, ამჯერა რომ არ მოსწონს აკოფნა. მიდი მარკა. მიდი მარკა, მიდი. მიდი ბიჭუნა, ვერ შეგიძლია. ფუშინი რეკლამის დრო იყო ახლა. მიდი მარკ, მიდი. მიდი. სეივი. არის. დაინახე მამა, დაინახე. ყოჩახ, შესანიშნავი იყო. ხო. კი, დავინახე. ჯანდაბა. აჰა. რაოდენოვან. გაიგუძე შენში ადამიანმა და ვიცი რომ ადამიანი არ ხარ, მაგრამ მაინც საკმარისი დრო გაატარე ამ პლანეტაზე, მიუხედავად შენი 1000 წლიანი ცხოვრებისა. ეს რატომ გამაკეთებინე? იბრძვი იმათთვის, ვის სიკვდილსაც იხილავ. იფიქრე მარკა, ყველაზე დიდ ხანს იცხოვრება. ნახავ თუ როგორ განადგურდება ეს პლანეტა. შენ როცა ამ სამყაროში იცხოვრება, ყველაფერი მტვერი და არაფერი იქნება. ყველანი და ყველაფერი, რაც იცი, გაქრება. და ვიღა გეყოლება 500 წლის შემდეგ. შენ მამა. შენ მეყოლები. მაგის თქმა უნდა და იცოდა რომ ასე მოხდებოდა და მაინც ჰქონდა იმედი რომ ამამისი ეყოლებოდა. მაგრამ ახლა მამა ჩემი კარი. მოსტა.
ომნიმენი წავიდა. დები და სისხლი. მარკი კარგად იქნება ახლა. მაგრამ თვითონ ეს მომენტი აი აქ განვითარდა მოვლენები დაუნთაუნ ჩიკაგოში, როცა სიბნელე ჩამოაწვა დედამიწას. მსოფლიო შეიცვალა. ომნიკაცი და დაუმარცხებელი აქ დაეცნენ თავიანთი საზარელი ბრძოლის შემდეგ. ზიანი მათ რამოდენიმე წუთში მიაყენეს აქაურობას, სანამ ბრძოლა სხვაგან გადაიტანეს. აბა ეს ემბერი სიტყვებით გვანახეთ. აღწერილია ტკივილი და დანაკარგი, რაც დღეს გადავიტანეთ, მოვლერები რაც ჩვენ დავკარგეთ. ეს ისეთია, რაც მანამდე არასოდეს გვინახავს. და ყველას ერთი და იგივე კითხვა გვაწუხებს. როგორ შეიძლება ის ადამიანი, ვინც დაგვირდა დაცვას, გახდეს თავად მთავარი საფრთხე? არა. პასუხების ძიებაში ერთმანეთს უნდა მოვეჭიდოთ და შევინარჩუნოთ მშვიდობა. არქიტექტორების პროგნოზით კვირები დასჭირდება ამ ყველაფრის აღდგენას, რაც მანამდე ავაშენეთ. ცხოვრების ღირებულება დაუთვლელია. საბედნიეროდ პრანეტის მცველები და ატომი ება გამოჩნდნენ, ხოლო ომნიკაცი და დაუმარცხებელი არსად ჩანან. ვიმედოვნებთ, რომ მალე გავიგებთ თუ რამ დაასრულა ეს ბრძოლა, მაგრამ ამჟამად მადლობლები ვართ, რომ საფრთხე უკან ჩამოვიტოვეთ. დამარცხებელი გამოკეთდება და უცებ ვიფიქრე სერიას ამთავრებდნენ ამაზე და უნდა მეყვირა. ესეც მარკი. არი ლაპარაკო, კარგად იქნები. ახლა დაცული ხარ. ყველაფერი დასრულდა. აიღე დალიე. ვამაყობ შენით. კი, ნუდების დაისვენე. ყველაფერი ესმოდე და გაიგო, რომ მარკი იცავდა. დები, მაპატიე. არა უშავს. რა თქმა უნდა. მე უბრალოდ მინდოდა ეს ხომ ზედმეტია. შენს ადგილზე რომ ყოფილიყავი, ყურადღების გადატანას შევეცდებოდი. უბრალოდ თქვი ისისოლ. ვინაიდან ომნიკაცის ვინაობის საიდუმლოდ შენახვა გვინდა, რადგან შენ და მარკი უსაფრთხოდ იყოთ. ნოლან გრეისონი ოფიციალურად გარდაიცვალა, როცა სახლში გაზმაგაჟონა. ნოლანის წიგნები ყოველთვის კარგად იყიდებოდა. მისი სიკვდილის მერე მოთხოვნა შესამჩნევად გაიზარდა, ამიტომაც ფულზე არ იღელვოთ. და არ შეგეშინდეს თუ შენსა და მარკს ტელევიზორში ნახავ. მინდობილობები გავგზავნეთ დაკრძალვაში, ამიტომაც თქვენ ცხოვრება ნორმალურს დაუბრუნდება მარკის გამომჯამთელების შემდეგ. ნორმალური? უბრალოდ მე მაპატიე, ასე არ მეგულისხმია. მინდოდა რომ არა, მე მაპატიე. დიდი სიკეთე გავიწიე, მადლობა. ხო. ნოლანი ყველაფერს ჩემს ხორცინ აკეთებდა და ვერასოდეს ვხვდებოდი. ვერ ვიცოცხლებდი თუ ყველაფერს სწორად არ გავაკეთებდი. როგორც ციცი გზნობს დაღლილობას. მე მგონი დროა ეს კვალი მოაშოროთ. ისე ნოლანის გარდაცვალების დაფეიქებას ასე არ ვიჩქარებდი. ანუ მომენტ შეიძლება ეჭვი მასკნას რა ქვია, გაუჩნდეს ხალხს, რომ მაგ დროს გარდაიცვალა, როდესაც ომნიმენმა ეს გააკეთა. ჩვენ ეს ჯერ არ დაგვიმსახურებია. სერიოზულად?
თავიდან მომშორდი. ოჰო. მე გაგაფრთხილე. შევიგე. ასე უფრო გუნდს დავემსგავსეთ. მამაზე იყო მზის ამოსვლის სცენა. ემბერი და ვილიამი. მარჯიშობენ გუნდურ მუშაობაში. კარგია რომ რობოტს თავისი სხეულიც აქვს ძველი როლის მართვაც შეუძლია და ადამიანის სხეულიც ну ეს ტიპიც ხო ივი სწორი გადაწყვეტილება მასტრიგოგა რამდენჯერ მეგონა უკვე რომ სერია უნდა დამთავრებულიყო. ივი? გამარჯობა ვილიამ. გამარჯობა ევა. მარკზე ხო მარქსმენია? არა, იმის მერე არა, რაც მასა და მამამის შორის მოხდა. ვნერვიულობ რომ ჯანდაბა. მოიცა, შენ რა იცი რომ ისაა დაუმარცხებელი? კარგი რა, შენც იცი? მეგონა ჩავფლავდი. ოი, ვილიამ. მართლა არ ჩავფლავდი. როგორ ფიქრობ, კარგადაა? არ ვიცი. კარგად იქნება. კი, უკეთესადაა უკვე. დიდი რომ ჩაიდინე იქ შვილო. სესილ. მეგონა რომ ეს იზმარი იყო. 2 კვირის განმავლობაში. შენ გინდოდა გონზე ვერ მოგიყვანეთ. ეს იზმარი ყოფილიყო. მაგრამ ჩემმა ხალხმა კარგად მოგიარეს. ერთ-ორ დღეში გაგიშვებთ. დავინახე რომ მამა ჩემი გაფრინდა. სად წავიდა? დაისვენე შვილო. მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ჰეი, მოიცადე. ნელა. არ მომიყვები რა მოხდა? გააჩნია. რას? იმას, გინდა თუ არა გმირად დარჩენა. კი. არ ვიცი. გამომყევი. ოპა. შენთვის მინდოდა მეთქვა რომ დედა შენმა ყველაფერი გაიგო რაც მამა შენმა თქვა. შენ აღარ მოგიწევს კიდევ ერთხელ ახსნა. რა? მან ყველაფერი გაიგო? ეს როგორ დაუშვი? არ ფიქრობ რომ სიმართლის სოდნის ღირსია? წეთში. მაგრამ დედა შენმა იცოდა რომ მან მოკლა მცველა. მაგრამ დედა შენმა დაადგინა რომ გაიგო მცველა. ისევე როგორც მე. მეც მისთვის უკეთესია ყველაფერი იცოდეს. შეიძლება ამართალი ხარ. მოიცა, სად ვართ? უი, მაპატიე. განათებები. ქვებზე ატარებენ ექსპერიმენტებს. მე გადავებით, უკუდავს ისევ აცოცხლებენ. კარგი გვეყოფა, განათება. რა ჯანდაბა მოხდა?
სად დაიკარგა ყველაფერი? წყალი, რომელსაც ამერიკას სვამს ვულკანიდან გარეულია ქიმიკატებში, რომლის გამოც სინათლის რაღაც სიხშირეს ვერ ხედავენ. ამ სიხშირეს იყენებენ ამ ოთახში. ანუ ეს ყველაფერი უხილავია? შენ და მთლიან ამერიკას არ გაგაჩნიათ შესაძლებლობა თუ დაინახოთ აქ რა ხდება. გაგიკვირდება მას რა ხშირად ვიყენებთ. შენიგა რომ გიპასუხო. მამა შენს ვაკვირდებოდით, როცა ტოვებდა მზის სისტემას. მან არ შეცვალა ტრაექტორია, ასე რომ სადღაც მიდის. სადღაც შორს. ვირტუმზე ბრუნდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ის უნდა ჩავანაცვლოთ. შენ უნდა ჩაანაცვლო. არა. ახლა არა, ჯერ არა. ხო, ჯერ არა. მამა შენ მარჩევანი არ დამიტოვა მარკა. შენ თუ არ დაგიძახე. სხვა არავინ არაა დარჩენილი პლანეტის მცველების გარდა. ვიცი, მაპატიე. უბრალოდ ეს სადმეტია. ეს ყველაფერი ასე მალე არ უნდა მეთქვა. მოდი ჯერ თქვენთვის სახლი ვიპოვოთ. ჰა. სახლი შევაკეთეთ. შენ სკოლას და დების სამსახურს ვისაუბრე. სასაფლაოზე ქვაც კი დგას. თითქოს დანახვა მოგინდებოდა. თუ რაიმე სხვაც დაგჭირდებათ, იცით თუ როგორს უნდა მომაგნოთ. მადლობა სისოლ. გაცლებით უკეთესია. ცოტა ხნით წამოვწვევი. ხო. კარგი დედა. ეს ფოტოებიც გამოიცანით ძალები ვინ მიიღო? პირველი სერია. ო, ეს მაგარია. შვილო, ეს ძალიან მაგარია. თუ მართლა გინდა იმის გაკეთება, რასაც მე ვაკეთებ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. მამა. ახ, მეკნები. მე შენია, მამა. რა მოხდება თუ ვერ შევძლებ? ეს ჩვენი დიდი თავგადასავლის დასაწყისია. ამ ყველაფრის განმავლობაში მოგიწევს იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც არ გინდა. ან თუნდაც არ შეგიძლია. შენ ვილტრუმელი ხარ. ჩვენ პასუხისმგებლობები გვაქვს, რაც ნორმალურ ადამიანებს არ გააჩნია. მინდა გავაკეთო ის, რასაც შენ აკეთებ. შენაერი მინდა ვიყო. შენაერი იქნები შვილო. იქნები. დედა, საჭმელად რამეს შევუკვეთავ? აი მე. პიცაზე რა სიტყვი? მარკ, ო. ემბერ. ვაუ, ეს ნიშნავს რომ თუ შენ გინდა, ხო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ მე არ მატყუებდნენ. იცი რომ მომნიკაც მამა ჩემია? მითხრეს რომ მამა შენი დაიღუპა, როცა გაზი აფეთქდა იქითა ქუჩაზე. არ არის რთული გაარკვიო. დეტექტივი ამბერი. მაგას გაგეხმარო ყველაფრის გამოცნობაში. ძალიან საეჭვო არის. როგორ ხარ? ვიცი რომ არ ხარ კარგად, მაგრამ გსურს რომ ვისაუბროთ? კი, მგონი მსურს. ვილიამი? ორივე ერთად. ო, ძმაო, რა კარგია რომ კარგად ხარ. იმის მერე რას ტელევიზიაში ვნახე შენ და ომნი ჰეი ემბერ. რასა ვილიამი. იცის მამა ჩემის შესახებ? კარგი. მათ იციან? მეგობრებო, ანუ გინდათ სადმე წავიდეთ? ოთხივე ერთად რა მაგარია. ესეც. დახურულები ვართ. საერთოდ შემოხვედი. დები. უცებ მეგონა ნოლანი იქნებოდა, მაგრამ როგორ ხარ? როგორ? გაფრინდა უკვე. დაიკიდე, სულელური კითხვა იყო. აბარით შემიძლია დაგეხმარო. იმდენი ხანი დავხარჯე იმაზე ფიქრში, თუ ნოლანმა მოკლა მცველები. და რატომ იზავდა ამას? რომ ამ ყველაფერს, რაც მოყვებოდა, არც კი მიფიქრია. ნუ, რა მოგვივიდოდა მე და მარკს? ხონდა ერთი ვერსია, მაგრამ იმ ყველაფრის მერე, რაც ნოლანმა თქვა. პირველი ვერსია უფრო გამართდებოდა. ვერ ვიჯერებ.
ვერ ვიჯერებ რომ ამ ხელად ყურილი იყო. მინდა რომ დაბრუნდეს. მეც. ერთი მეც და მისხი. მხოლოდ ერთი ჭიქა მოქვს. არ მაინტერესებს. დაასხი. დედა შენი როგორ არის? როგორ წარმოგიდგენია ისე? მარკ, ძალიან მწუხვარ. არ ვიცი რა ვთქვა. თითქოს და цаრიელი ვარ. უკვე არაფერი მეჩვენება ნამდვილი. აქ არაა საჭირო თუ არ გსურს. არა. ყველაფერი რიგზია. უბრალოდ სახლიდან მინდოდა გამოსვლა, მაგრამ შეიძლება სხვა რამაზე ვისაუბროთ. შეგვიძლია ვცადოთ, მაგრამ მთელ მსოფლიოში ამაზე საუბრობენ ყველანი. ხო. კარგი, მაპატიეთ. ახალი ამბავი. ხო, სულ თემის შეცვლაზე. ერთი წუთით. სესილი. დიახ, ჭირდები, ახლავე, იჩქარე. სესილი. მაპატია ამბერ დავბრუნდები. რა ხდება? ვიცი, რომ არ გინდოდა, მაგრამ რაღაც ჩვენსკენ მოფრინავს კოსმოსიდან. ვცდილობ გავარკვიოთ რა არის, მაგრამ თქვენ იცით მარკზე და უნიკატზე, დროა ჩემზეც იცოდეთ. კი. მე მარკი კოსტუმში გავიცანი და მე მივხვდი რომ ერთ სკოლაში დავდივართ. მოკლედ მე ატომი ევა ვარ. ღმერთო ჩემო, ახლა გიცანი, კლონებს რომ ქმნი ხომ ასე? ვაი, არა, ეგ დუპლიკეიტია. მე ვარდისფერი ვარ. ხო. შევიდაი. რა თქმა უნდა. დუპლიკეიტს რო შეადარათ არა, ოჩი. და ისევე როგორც მოუჩემი. დამშვიდობეთ დასაცდელს ის ცნობისთვის. დოლანი არ იქნება. დაუმარცხებელა. ალენი. ეს შენ ყოფილხარ. კიდევ კარგი, მეგონა დავიგვიანე. უნდა გაგაფრთხილოთ. გამაფრთხილო? როცა დავბრუნდი პლანეტების კოლონიზაციაში და ვუთხარი რომ დედამიწის მაგივრად ორი მიწაზე მივდიოდი, გაგიჟდნენ. დედამიწა საშიშია. თქვენთან ვილტრუმელი ცხოვრობს. ეგ? რა ყველაფერი იცოდი? ხო, ვერ ხვდები. დაჯექი, აქ დიდი ისტორიაა. ანუ, შენ ვილტრუმელი ხარ, მაგრამ მათთვის არ მუშაობ და მამა შენმაცა და დედამიწა დაეპყრო და არ გამოვიდა და წავიდა. რეკლამები. ესი ადგა და წავიდა? ეს სიგიჟია ძმაო. ხო. რაც ვიცით, ეგ არის რომ მამა ჩემი წავიდა. ვილტრუმელისთვის უზომოდ უცნაურია. ესი არ ნებდებიან. აცდენებებია. ჩემი პლანეტა გაანადგურეს იმის მერე რაც აუჯანყდნენ. მათ ააფეთქეს პლანეტა. ღმერთო. ვწუხვარ. არა. მე მაპატიე. წესიერად რომ ცოდნოდა ჩემი საქმე გეტყოდი რომ თქვენს პლანეტაზე ვილტრუმელია და ყველაფერი კარგად იქნებოდა. რა მოხდა? ეგ ისაც იცოდი. მამა ჩემ შევერძოლე და მან ყველაფერი ხო ეტყობდი. მოგონებებში ნახეთ რომ ამათ რასაც ებრძოდნენ ამიტომ. ალენი ასზე. აზრობრივადაც ვერ ხვდები. ჩემი პლანეტა როცა განადგურდა, ჩემმა ხალხმა კემპები შექმნა, გასამრავლებელი, რომ გადავშენებული იყავით. მამა ჩემს არც კი შევხვედრილ ვარ. რამდენიმე დღე რომ გავითვალისწინოთ შორს. პლანეტების კოალიციას შენი მოსმენა მოუნდებათ. ძალები იცვლება ღრმა კოსმოსში. რა ძალები? კოალიცია ცდილობს შეკრიბოს სხვადასხვა პლანეტები, რადგან შევაჩეროთ ვილტრუმელთა იმპერია. უბრალოდ არავის სმენია ვილტრუმელს მიეტოვებინოს საკუთარი პოსტი. ეს სიგიჟია, ასე არ ხდება ხოლმე. შეიძლება დაგვეხმაროს კიდეც. მარკის ოჯახის გამო რა თქმა უნდა, ძირითადად მარკის. გამაგებინე თუ შემეძლება დახმარება. რატომ იღიმე? უბრალოდ ვფიქრობ რა გამოვიარე. რამხელაა ეს ყველაფერი. და ეს რაღაც პატარა ნაწილია რაღაც დიდის. იმას მაგრძნობინებს რომ უფრო გაკეთებადია. არ ვიცი, მაგრამ ეხმარება. ბოდიში რომ ხასიათი უნდა გაგიფუჭო, ასე ხდება ხოლმე დედამიწაზე. მოკლედ მეკითხა, მამა შენი რადგან წავიდა სხვა ვილტრუმელები მოვლენ, რომ გაიგებენ. მენდი ასე არ ნებდებიან, როცა პლანეტას თვალს ადგამენ. მზადდებიან. იმედია. რამდენი ხანში რომ წლები დასჭირდეს. მაგრამ არ ამგონია ამ შემთხვევაში. მარსზე სერიოზულად მე გადავაბით
მაუნერები ხო. ოჰო, ეს ის ტიპები. და გადარჩნენ და ჩემგან ესეც სოციალია. ნუ ესეც. და ეს ახლა просто დაულის მარკის უყურას. ეს ტიპიც საუნდტრეკი ამ სერიაში ძალიან მაგარია. ესენიც ტიპი გამოგვეცდა და სესილზე მუშაობს. კაი. ალბათ სკოლას დავამთავრებ. ვაუ. ძალიან კარგია. მაგარია. სკოლა რა არის? და აი დასასრულიც. იმის მოგწონათ ანიმაცია და ისიამუნეთ. მოგეწონათ რომ ანიმაცია გახმოვანებულია მაიკ ადრიკომის მიერ და რაც შეეხება მეორე სეზონს უნდა ველოდოთ 2022 წლის დასაწყისში. ზუსტი 2026-ია უკვე, ამიტომ ხო. ოჰო. Excellent. ესე იგი ეს იყო დაუმარცხებელი. პირველი სეზონის მერვე სერია Where I Really Come From, პირველი სეზონის ფინალი. ჩემი კაი. საუკეთესო სერია იყო. ძალიან მაგარია. თან ისე იგრძნობოდა ჩემი. იმენა თითქოს და ისე გაიწელა ეს სერია, კარგად გადაანაწილეს ყველაფერი. ომნიმენის და მარკის სცენა, ნოლანის და მარკის სცენა, მაგრამ ნოლანის ისტორია, ამათი ბრძოლა, ის თუ როგორ ჩემი კაი რას შვებოდა ნოლანი მარკს. რას უშვებოდა ხალხს მარკის მეშვეობით, რაც ყველაზე უარესია. არ ვიცი რა. პლუს მაგისა კიდე ის ნაქვია. ცველების ამბები, იქ რუდი და სხვები, იქ სესილი და დები, კაროჩე, ყველაფერს სათითაოდ მიყვათ რა. მარკის და ნოლანის სცენები ძალიან მაგარი იყო, ის მოგონებები, ის პლუს მაგისა კიდე ვინ გეყოლებაო 1000 თუ 1000 თუ რაღაცა წლის მერე, 500 წლის მერე და შენ რომ უთხრა მაგ პასუხს ნოლანი ნახდად არ ელოდებოდა მგონი. არა შეიძლება ელოდებოდა. შეიძლება მართლა ელოდებოდა, მაგრამ მთელი არსი ის იყო რომ მარკი სწორედ ასე ფიქრობდა, იცოდა რომ დიდი ხანი იცოცხლებდა და ყველა თავისი მეგობრები, თავისი ოჯახის წევრები, დედამისი უფრო სწორად რა ვთქვათ, თავისი შეყვარებული ნაცნობები ყველას სიკვდილს ნახავდა, სანამ როგორც ნოლანმა თქვა 30 წლისას დაემსგავსებოდა თვითონ. და იმის იმედი ჰქონდა რომ ნოლანი სულ მასთან ერთად იქნებოდა. და ასეთი მომენტი ახლა. დები მაგრამ ეცოდება ახლა. არ ვიცი რა. ყველაფერი რომ გაიგონა რაც ნოლანმა თქვა, წარმოიდგინეთ რამდენი 17 თუ 18 წელი, 17 წელი ეს რაც მარკი ყავს და რამდენი ხანი ცხოვრობს 18, 18 წელი იქნება ყველა ვარიანტში, რაც ერთმანეთს იცნობენ და ასეთ რამეს რომ იტყვის, ჩემი კაი. ნუ რავი. დებისთვის ყველაზე რთული უნდა იყოს ამის გადატანა. სესილი ჭკვიანურად მოიქცა. ვითომ და ნოლან გრეისონი გარდაიცვალა, კიდე ერთხელ ვიტყვით ძალიან იჩქარეს, ემბერი მიხვდა, რაშიც იყო საქმე. ასე რომ ხო, მაგრამ მაინც სხვების სხვა შეიძლება მიხვდნენ. ასევე იმ ლაბორატორიის ამბავი, იმ გარკვეული სიხშირის სინათლეზე,
ეგ იყო რაც იყო. აი ეგეთი რამე რეალობაში თუ შესაძლებელია არ ვიცი ახლა სავარაუდოდ არა. რა თქმა უნდა. მაგრამ ვაუ, საბოლ ნახოთ ახლა რა სიზამენ, ანუ როგორ შეიცვლებიან პერსონაჟები შემდეგ სეზონისთვის. როგორები იქნებიან. ეს სცენა მომეწონა ბოლოს ივი, ვილიამი, ემბერი და მარკი რო ერთად ისხდნენ იქ. რა ვიცი. მაგრამ ხო, და ის იმაც რო თქვა ატომი ვარო. ნუ ხო, ემბერი და მარკი კვლავ ერთად იქნებიან, როგორც მივხვდი. ნუ ემბერმაც დაინახა ახლა, ემბერსაც ქონა შეცდომა დაშვებული წინა სერიაში, მაგრამ დაინახა, რასაც აკეთებს მარკი და მიხვდა, რომ ეგეთი მარტივიც არ იქნება ყველაფერი. და ხო, მცველები რუდის ამბავი მაინტერესებს, და აწი რუდის დაუძახებ. და ნუ ეს რექსი, ხო, რექსი ჩემ თვალში ბევრად უკეთესი გახდა ვიდრე დასაწყისში იყო. ნერვებს მიშლიდა, დებილივით იქცეოდა, ივს რო უღალატა იქ ვაფშე უსაშინლესი საქციელი იყო, მაგრამ ნელ-ნელა გაიზარდა, მარტივად რო ვთქვა და გამოსწორდა და უკეთესი პერსონაჟი გახდა და ბევრად უფრო მომწონს მეც ახლა. და ნუ რობოტში, რუდიში რო ვაფშე ვცდებოდი, მაგაზე ხო ორი აზრიც აღარ არსებობს. ნელ-ნელა იმედია მიეჩვევა ადამიანის ცხოვრებას და ძალიან მაგარი იქნება მაგის ნახვა. ალენის გამოჩინაც ბოლოს საინტერესო და ვაფშე მთელი სეზონი რო შევაჯამეთ ის და ბოლოს მარკმა რო თქვა ალბათ სკოლას დავთვალე, ნუ ალბათ პრობლემებსაც მიხედავს რაც არის იმაზე. პლანეტაზე და პლანეტის იქით, იმიტომ რომ მარსზეცაა. ის მწვანე კაცები თუ ცოცხლები იქნებოდნენ არ მეგონა. მაგრამ როგორც ჩანს არიან. არა, ძალიან მაგარი სერია იყო. საუკეთესო. უკვე და რავი. ნახოთ ახლა მეორე სეზონში ვარ და მეორე სეზონში სხვა სერია. დაიცადეთ ნახო. თამბნეილს უყურებ ახლა. ონაუ არც სტაილია შეცვლილი. კაი. ჩანდებას. რაც იქნება მოკლედ. ხო, ისე ვასერია. ახლა როგორც სეზონის ფინალი ძალიან მაგარი იყო. საბოლოო. და როგორც უკვე თქვი, საუკეთესო სერია იყო ჯერჯერობით. მე ვნახოთ რა რითი გაგვახარებენ. ახლა ზოგადად პირველ სეზონზე მაგარი იყო. თავიდან ბოლომდე პირველი სეზონი, ნუ დარჩა მომენტები, რომლებიც არ დავასრულეთ, ანუ ის საკითხია ქვია თუნდაც მანქანის თავიანის ადგილი რო დაიკავა და მავიწყო ტიპის სახელი რა, ფერადკანიანის ეხლა რომ იმად გადაიქცა. ქვათ. გრაუ ჩემი ზედმეტ სახელის და მავიწყო, ტიტანი. ხო. ნაგის ამბავი, მარსელების ამბავი, კიდევ ისი ხო იმ მწვანე კაცების ნოლანმა რო პლანეტა გაუნადგურა. და რავი. მაგრამ პირველი სეზონის მთავარი, ანუ ბოლინა რაც ხდებოდა, მთავარი საკითხი, მთავარი საქმე იყო ნოლანის ამბის გარკვევა. პირველი სერია დაიწყო დამთავრდა იმით, რომ ნუ პირველ სერიაში რა მოხდა ის, რომ ნოლანმა მცველები დახოცა და ბოლოში ნოლანის პრობლემა მოვაგვარეთ. მაგრამ ხო. ახლა მარკი და დები შედარებით ნორმალური, ანუ რეალურად სესილმა მაგრად გვიჯიგრა. ეგრო არა, რა ვიცი. მე მგონი მარკსთან დების ახლა აქამდე უკვე გამოაშკარავებდნენ ომნიგაც და მიხვდებოდნენ რომ ეს იყო ნოლანი და არ ვიცი რა სუზავდნენ, მაგრამ ხო. ნუ დაახლოებით მივხვდით ახლა რასაც გულისხმობ, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც
Coca-Cola დავიდგინე მთელი სერია ხელი არ დამიკარებია წარმოიდგინეთ. ზოგადად რაც დარეაქტებული მაქვს ახლა სერიალები მე მგონი Invincible-ს საუკეთესო პირველი სეზონი ჰქონდა. Gravity Falls-ს საჯობა, ბუსახსაც საჯობა, Avatar-ის პირველ სეზონს Avatar-ის საჯობა, რა თქმა უნდა. მეორე და მესამეს ვერა, მაგრამ პირველს კი. კიდევაც, Breaking Bad-ს, Better Call Saul-ს კი არ მაქვს ჯერ ნახი მეორე ბლორის სერია, მაგრამ ჯერჯერობით აჯობა. და რავი. რაც მაქვს სერიალები ახლა უსაშველოებზე და სკვიდუზე აღარ ვლაპარაკობ. მაგრამ ხო კარგი იყო. ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო პირველი სეზონი, როდესაც Attack on Titan და Arcane არსებობენ. Attack on Titan კიდე კითხვის ნიშნის ხოს. პირველი სეზონი ყველაზე სუსტია Attack on Titan-ში, მაგრამ მაინც მაგარია. და რა ვიცი. მაგრამ აშკარად ერთ-ერთი საუკეთესო პირველი სეზონი იყო. აი მაგრამ რა ვთქვი ყველა საჯობა თქო. ერთი არის ჩემს სახზე, იგი კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დერიში, რომელიც რა ვიცი, ასევე ძალიან მაგარი პირველი სეზონი ჰქონდა და მგონი ერთადერთი მაგას Invincible-მა ვერ აჯობა. თუმცა რავი, ნახავთ უნდა გადავხედო იქნებ მართლა უფრო მომწონდეს ეს Invincible. ნუ ხო. გაიგო. თან ძალიან გაიგო. პერსონაჟებზე რა ვთქვა? სიმართლე გითხრათ არ ვიფიქრე, ani მაგი ჩემი ტოპ პირველი პერსონაჟი არის უეჭველი. ასევე ნოლანიც მომწონს ძალიან. ნოლანი ტოპ მეორე ალბათ იქნება, არ ვიცი. შეიძლება ივიც იყოს, დები, არ ვიცი. ტოპ 5, კარჩე მე მგონი ტოპ 5 იქნება მარკი, ნოლანი, ივი, დები და მეხუთე ვინ მინდოდა მეთქვა. რუდი, რობოტი. რა ვიცი. მაგრამ ამთან მიდრობით არა, რომლითაც ახლა ვთქვი, უბრალოდ ჯერ არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ტოპ 5 სავარაუდოდ ან სესილი შეიძლება. მაგრამ სესილი სავარაუდოდ ისე შეიძლება კიდე დების ნაცვლად, რავი, კარგი პერსონაჟები ყავს Invincible-ს, იგივე Rexy, მომწონს, Monstry Gogo, Duplicate-იც არ აუშავს, მაგრამ ტოპ 5 არ იქნება ახლა. რავი. Donald-ის კაი ტიპი იყო, საცუდავი, რობოკლეს. რავი. Amber-ი, William-ი თუნდაც ყავს Invincible-ს კაი პერსონაჟები და იმედია შემდეგ სეზონშიც უფრო შეადვიხილავთ. ნუ ხო. ახლა როგორც მე ვიცი რაღაც სპეციალი გვაქვს საყურებელი კიდე მეორე სეზონამდე. როდესაც ვნახავ აბარას, უბრალოდ ჩავწერ. Atom Eve's specially. რომელიც არის 55 წუთიანი, ვაუ. კაი 1 საათიანი ის კი გველის სერია. რა, Atom Eve's წარსულზე იქნება, გავიგებთ როგორ გახდა გმირი. ეს OVA სპონტი ანიმეებში რო არის ხოლმე, Attack on Titan-ში თუნდაც Levi's რო ქონდა. მაგრამ ხო. ანუ ერთ-ერთი სპეციალი და როგორც ვიცი, იმის იქით აღარაფერია. ანუ სერიების გარდა. როგორც გავიგე, მეხუთე სეზონი საკმაოდ მალე გამოვა, ახლა უფრო ადრე იგეგმება ვიდრე იქნება, ანუ ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი და მანამდეც შეიძლება ჯერ რაც ჰქონდეს დამთავრებული დარეაქტება სერიალის რო გამოვა. ყოველ შემთხვევაში ეგ რომ მოხდეს მაგარი იქნება. გამოკითხვა მაქვს მოწყობილი, ინდა თუ არა დამამარცხების გაგრძელება,
და თუ აირჩევთ გაგრძელებას, გავაგრძელებთ ბოლომდე რაც არის მეოთხე სეზონის ჩათვლით. ჯერ გამოგითხვის დრო არ ამოწურულა ერთი კვირა, ამიტომ არ ვიცი ჯერ შედეგები, მაგრამ სავარაუდოდ დარჩება კი. და სპეშალსაც ვნახავთ და სხვა სეზონებსაც მეორეს, მესამეს, მეოთხეს მივაყრით და მეხუთე სინდროსთვის თუ იქნება გამოსული. ყოველ შემთხვევაში ხო. ჩემი საყვარელი სერია ჯერჯერობით არის ბოლო, Where I Really Come From და ალბათ Neil Armstrong Eat Your Heart Out ჩემი ყველაზე ნაკლებად საყვარელი. აი, მოდი ვარემ დავალაგებ სერიებს. რა მაქვს ესე კარგი. დაიწერეთ მაგარი დაალაგებული მქონდა სადღაც ოღონდ ბოლო სერია, ბოლო და ბოლოს წინა სერია, ეს მეშვიდე და მერვე არ ჩამირთავს, მაგრამ ტოპ პირველი და მეორე რო იქნება, იგი სადაც ვიცი ახლა მეშვიდე, მერვე ტოპ პირველი, მეშვიდე ტოპ მეორე. დაიწერეთ. ხო. Where I Really Come From იქნება პირველ ადგილზე. We Need to Talk მეორეზე. მერე That Actually Hurt მეხუთე სერია მესამეზე. It's About Time მეოთხეზე პირველი სერია. Who You Calling Ugly მესამე. მეხუთე. Here Goes Nothing მეორე. You Look Kinda Dead მეექვსე და ბოლოს Neil Armstrong Get Your Heart Out მეოთხე. ხო. ზოგადად კი, კარგი იყო, მართლა მომეწონა, მართლა კარგი დრო ვატარე ამ სეზონის ყურების დროს და იმედია თქვენც ისევე მოგეწონათ როგორც მე. დაგემშვიდობებით ახლა, იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და ზარი გააქტიუროთ. მადლობა ყველას, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.